მოგესალმებით. კვლავ შინაურული მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ შინაურული ნაზუქი, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ. მას ასე ქვაბში მოვათავსოთ 500 მლ თბილი რძე. დავამატოთ 1 სუფრის კოზი საფუარი და 1 სუფრის კოზი შაქარი და კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ 4 სუფრის კოზი ფქვილი და კვლავ კარგად ავურიოთ და დავდგათ თბილ ადგილას. ცალკე ჯამში მოვათავსოთ 2 კვერცხი 300 გრამ შაქართან ერთად. აქვე დავამატოთ 1 ვანილი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და ყველაფერი კარგად ამოურიოთ. შემდეგ კი დავამატოთ 100 გრამი ერბო ან 100 გრამი რბილი კარაქი. ერბო მე მოვამზადე, რომლის მომზადების ვიდეოც არის შინაურულის არხზე. შემდეგ კი დავამატოთ 200 გრამი ოთახის ტემპერატურის მაწონი და კარგად ამოვურიოთ. ტრადიციული ნაზუქის გემოს მისაღებად აუცილებელია დავამატოთ შემდეგი სანელებლები. ეს არის დარიჩინი და მიხაკი. დარიჩინს ვამატებ ამ პორციაზე ნახევარ ჩაის კოვს, ხოლო მეოთხე ჩაის კოვს ვამატებ მიხაკს. შემდეგ ყველაფერს კვლავ ამოვურევთ და ვიწყებთ უკვე ცომის მოზელვას. ცომისთვის დაგვჭირდება 1 კილოგრამი უმაღლესი ხარისხის ახალგაცრილი ფქვილი, რომელიც ჩავაღრმავოთ და მასში ჩავასხათ ჯერ საფურიანი ნაწილი, ხოლო შემდეგ კი კვერცხიანი მასა და დავიწყოთ უკვე ნაზუქის ცომის მოზელვა. შეგიძლიათ მოზილოთ ხელითაც, თუმცა მე ყოველთვის ვზელ ნიჩბით. აუცილებლად ცომის მოზელვის პერიოდში ჩვენი რბილი კარაქი ან ერბო თანაბრად გაიხსნება ცომში. ბოლოს კი დავამატოთ 3 სუფრის კოზი ზეთი და 150 გრამი ქიშმიში გარეცხილი და წინასწარ გაწურული. რა თქმა უნდა, ქიშმიშის რაოდენობაც თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ასეთ ელასტიურ და ერთგვაროვან რბილ და ჩვილ ცომს მივიღებთ, რომელიც დავდგათ თბილ ადგილას ამოსაფუებლად. ცომი აუცილებლად ძალიან კარგად და მალევე ამოდის. როგორც ხედავთ, უკვე ამოფუებული ცომი გადავიტანოთ ფქვილ-მოყრილ მაგიდაზე და კარგად დავამუშავოთ. ცომი არის საკმაოდ ფაფუკი და დამყოლი, რომელიც კარგად მოზელვის შემდეგ დავყოთ 6 ტოლ ნაწილად და საკმაოდ დიდ და სუყე ნაზუქებს მივიღებთ. აუცილებლად ცომის თანაბრად გუნდებად დაყოფის შემდეგ ზემოდან გადავაფაროთ ჩაისტილო და გავაჩეროთ 15-20 წუთის განმავლობაში. თითოეულ ცომის გუნდას მივცეთ ტრადიციული ნაზუქის მოგრძო ფორმა. შემდეგ დავდოთ საცხო ფირფიტაზე ზემოდან გადაუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. ჩვენი უგემრიელესი და სურნელოვანი ნაზუქები ლამაზად დაპიწყინდნენ და ძალიან მადი სამცველად გამოიყურებიან. ამიტომაც აუცილებლად მოამზადეთ. დღეს კი ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.